დღეს გადაცემა ექიმებში. გაიგეთ ახალი მეთოდების შესახებ, რომელიც ღვიძლის სიმსივნეს ამარცხებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავამარცხეთ კიბო. როგორ უნდა გადაჭრათ მარტივი სამედიცინო პრობლემების სახლის პირობებში. ახლა გასავლით ერთ უნიკალურ მეთოდს, რომელიც ყველას გამოგვადგება. ექიმებთან მიღებაზეა მსახიობი ბაია დვალიშვილი. მარილიანი წყალი ყველას გამოგვიულია ყელში, როდესაც ყელი ტკივა. საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ნამდვილად მუშაობს. წითელი ლოყები ბავშვებში. როგორ უნდა ვონკურნალოთ დიათეზს? ყველაზე მნიშვნელოვანი ატოპური დერმატიტის მკურნალობაში ეს არის კანის დატენიანება. შეძლებს თუ არა კოტე ექიმი ირაციონალური შიშის დამარცხებას? გამარჯობა, ეს არის გადაცემა ექიმებიდან, როგორც ყოველთვის დღეს მე ნინო დათო და ლევანი ვისაუბრებთ თქვენთვის მეტად საინტერესო სამედიცინო თემებზე. ღვიძლი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოა. საკვების მონელების სისტემაში ის არის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი. საჭმლის მომნელებელ სისტემაში ღვიძლს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ეს არის მისი ბარიერული ფუნქცია, როდესაც ის აკავებს ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილ ტოქსინებს, ანუ არ აძლევს ორგანიზმში გავრცელების საშუალებას. ამიტომ ღვიძლი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. ზუსტად იმიტომ, რომ ასეთი საჭიროა, მედიცინაში მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ ღვიძლის დაავადებების, მკურნალობის ახალი და რაც შეიძლება ეფექტური მეთოდები შეიმუშაონ. დღეს ერთ-ერთ ასეთ მეთოდს გაჩვენებთ, რომელიც ღვიძლის სიმსივნური უჯრედების გასანადგურებლად ელექტროენერგიასა და სითბოს იყენებს. ამ მეთოდს ქვია ღვიძლის აბლაცია, ანუ მოწვა. და რაც თავარია ამას გაჩვენებთ ნამდვილ ცოცხალ ღვიძლზე, რომელიც რა თქმა უნდა ადამიანის არ არის, ეს გახლავთ ცხოველის და ძალიან ჰგავს ადამიანის ღვიძლს. სანამ მეთოდზე დავიწყებთ საუბარს, სტუმრებს უნდა ვთხოვოთ სტუდიაში. მიესალმეთ კლინიკა N მედიცინის ექიმები, ზოგადი ქირურგი, მედიცინის დოქტორი ოლეგ კვიციანი და ჰეპატოლოგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გოჩა ბარბაკაძე. მოგესალმებით კოლეგებო, გამარჯობა. გამარჯობათ. აუცილებლად უნდა შემოგთავაზოთ ჩვენ ტრადიციულად ბახმაროს წყალი მიირთვით. მოდით ღვიძლის სიმსივნეზე ვისაუბროთ. როგორც ვიცი, ღვიძლის სიმსივნე საკმაოდ დიდი წილი უკავია ზოგადად ონკოლოგიური დაავადებების მოცულობაში. ბატონო ოლეგ, როგორ გვეტყვით? ღვიძლის სიმსივნეები, პირველადი სიმსივნეები, რა თქმა უნდა, ონკოლოგიური დაავადებების 0.01%-ს შეადგენს. რაც შეეხება ღვიძლის მეტასტაზურ დაზიანებას, ეს რა თქმა უნდა გაცილებით მეტია და სადღაც მესამედამდე ადის ონკოლოგიურ დაავადებებში. რა თქმა უნდა, ეს არც ისე პატარა ციფრია, თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა ორგანოებიდან გაგზავნილ საჩუქრებს მეტასტაზების სახით, ღვიძლის სიმსივნური დაზიანება ეს პირველადი თუ მეორადი საკმაოდ მაღალი რიცხვია. სამწუხაროდ ეს რეალობა არის და საკმაოდ მაღალი რიცხვია. ღვიძლის სიმსივნის დროს პირველ რიგში მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს და ღვიძლის დაზიანებულ ნაწილს ამოკვეთენ ხოლმე, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც რეზექციის გაკეთება უბრალოდ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ქირურგიას ღვიძლის სიმსივნეების მკურნალობაში პრიორიტეტული ადგილი უჭირავს და რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია და პაციენტის საერთო მდგომარეობა იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს დაზიანებული უბნის მოკვეთა, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ავადმყოფის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, ზოგადად სიმსივნის მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ხდება ხოლმე შეუძლებელი. ამ დროს მთავარი ადგილი უჭირავს ქიმიოთერაპიულ მკურნალობას, მაგრამ საბედნიეროდ დღეს არის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ღვიძლის სიმსივნეების, როგორც პირველადი, ისე მეორადი დაზიანებების აბლაცია, განადგურება ამ მეტასტაზის ან სიმსივნის, რაც საკმაოდ კარგი ეფექტს იძლევა დღევანდელ დღეს და ამ დაავადების მკურნალობაში ერთ-ერთი პრიორიტეტული ადგილი უჭირავს. ალბათ ამის ერთ-ერთი მიზეზი იქნება დაგვიანებული მომართვა, გვიანი დიაგნოსტიკა, როგორც წესი, უფრო ხშირად თქვენ ხვდებიან ხოლმე ეს პაციენტები პირველ რიგში და მერე გადმოდიან ქირურგიაში ჩვენსკენ. სამწუხაროდ ღვიძლმჟედოვანი სიმსივნე, ანუ ის კიბო, ვრცელდება ისეთ დაავადებებზეც, როგორც ღვიძლის ციროზი. ამიტომაც არის დაზიანებული ღვიძლის ქსოვილი და ამიტომ ქირურგია ზოგჯერ უძლურია, რომ ყოველთვის გააკეთოს რეზექცია, ანუ მოცილება. აქედან დასაბამისი იღებს აბლაციის მეთოდი. მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და აპარატის დახმარებით ვაჩვენოთ ჩვენს მაყურებელს როგორ კეთდება ღვიძლის დაზიანებული უბნის მოწვა, აბლაცია და თან ეს ყველაფერი ტექნიკურად ავხსნათ, რომ უფრო გასაგები იყოს ჩვენი მაყურებელთვის. მოგდანთ.
პირველი იყო, ესე ვთქვათ, ამ თერმულ აბლაციებში რადიოტალღური აბლაცია, შემდგომი გადადგმული ნაბიჯი პროგრესისკენ იყო და არის მიკროტალღური აბლაცია. აი ეს გახლავთ აპარატი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს ორივე აბლაცია. აბლაცია თვითონ გულისხმობს თერმულ დამუშავებას, სიმსივნურად დაზიანებული ქსოვილის გარდა ხდება ჯანსაღი ქსოვილის დაზიანება, ბუნებრივია, იმიტომ რომ საზღვარი უნდა იყოს დაცული და ეს აბლაცია უნდა მოიცავდეს სიმსივნის სავარაუდო საზღვარს. რადიოტალღურ აბლაციას ჰქონდა პრობლემა, რომ მისი დესტრუქციული მოქმედება ვრცელდებოდა სიმსივნიდან დაახლოებით 1 სანტიმეტრის ფარგლებში, რაც ბუნებრივია ხიფათს ქმნის, როდესაც მეტასტაზის ან სიმსივნის ლოკალიზაცია ძალიან ახლოს არის მსხვილ სისწრაფთან ან სადინართან და ბუნებრივია ეწევს მათ ეგრევე დაზიანებას. რაც შეეხება მიკროტალღურს, მისი თერმული დაზიანება და დესტრუქცია შეადგენს დაახლოებით 0.5 სანტიმეტრს, რაც იძლევა იმის საშუალება, რომ სისწრაფთან ან სადინართან მდებარეობის დროს სიმსივნის უფრო მეტი ახლო მდებარეობის დროს გაკეთდეს და შესრულდეს აბლაციის პროცედურა. ერთ დავამატებ თუ შეიძლება მიკროტალღური აბლაციის უპირატესობა კიდევ იმაში მდგომარეობს, რომ უფრო დიდი ზომის, უფრო მეტი დიამეტრის მქონე სიმსივნის აბლაციაა შესაძლებელი ამ მეთოდით. წარმოვიდგინოთ, რომ ამ ღვიძლს აქვს გარკვეული უბნები დაზიანებული და დავიწყოთ პროცედურა. თან აგვიხსენით პროცედურის წარმოების მექანიზმი. ამ დემს აქვს აქტიური ბოლო, რომელიც მის ირგვლივ ახორციელებს მიკროტალღურად ქსოვილის გახურებას 60-დან 100 გრადუსამდე, რაც ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს. ანუ ამ ნემსის ირგვლივ 3 სანტიმეტრის ან იმის მიხედვით რა პროგრამას მივცემთ აპარატს, ხორციელდება სიმსივნის დესტრუქცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდულები ვართ ამ 3 სანტიმეტრში. შესაძლებლობის ან აუცილებლობის დროს 2 ნემსით ან 3 ნემსით შესაძლებელია ამ სიმულტანურში. როდესაც სიმსივნის ზომა მაღალი იქნება ალბათ. ხო, 5-6 სანტიმეტრამდე მეტასტაზის ან სიმსივნის განადგურება. პროცედურის ხანგრძლივობა რამდენია? პროცედურის ხანგრძლივობა ისევე დამოკიდებული არის სიმსივნის ზომაზე, მეტასტაზის ზომაზე და გავრცელების ფარგლზე. ანუ შესაძლებელია 10 წუთამდე შესრულდეს, შესაძლებელია თუ აუცილებელია უფრო ხანგრძლივი პერიოდით. ამ წუთას ჩვენ წარმოგიდგენთ მიკროტალღურ აბლაციას. პლუსი კიდევ ისა აქვს, რომ ამ აბლაციას თუ ღვიძლის დაზიანება არის რამოდენიმე უბანში, შესაძლებელია რამოდენიმე მეტასტაზის ერთდროულად აბლაცია, ასევე შესაძლებელია კომბინირებული მკურნალობა. ანუ დაზიანებული უბნის რეზექცია, ანუ მოიკვეთოს ხოლო დარჩენილ ღვიძლის ქსოვილში, სადაც არსებობს მეტასტაზი, გაკეთდეს ამ წარმონაქმნების აბლაცია. ანუ უპირატესობა რომელ მეთოდზე ინჭება, ღია წესით თუ ლაპარასკოპიით წარმოებას? უფრო დამზოგველი პაციენტისთვის, რა თქმა უნდა, არის ლაპარასკოპიული მეთოდით მკურნალობა, არ იჭრება მუცლის ღრუ, მაგრამ თუ ამის საშუალებას იძლევა სიმსივნის პირველადი ან მეორადი მეტასტაზის ლოკალიზაცია, ანუ მდებარეობა ღვიძლში და ღვიძლის ციროზის გამო არსებული მდგომარეობა. ცოტა ხანში ექიმებში შეიმსუბუქეთ მარტივი სამედიცინო პრობლემები ექიმების და წამლების დახმარების გარეშე. ეხლა გასაგებია, რომ ღვიძლი ხილულად და თვალით ჩანს და თქვათ ლაპარასკოპიის დროს რა უნდა მივიღოთ ზედაპირზე, რომ ჩავთვალოთ დასრულებულად პროცედურა და ჩვენი მიზანი მიღწეულია. როგორც ღია ქირურგიის დროს, ესევე ლაპარასკოპული ქირურგიის დროს ნემსის ზუსტად მოთავსება არის აუცილებელი სიმსივნის ცენტრში. თუ შეიძლება გვაჩვენეთ განსხვავება ჩვეულებრივ ჯანმრთელ ქსოვილსა და აბლაციის შედეგად მიღებულ ქსოვილს შორის. სადემონსტრაციო აბლაცია დასრულდა და შეიძლება ვნახოთ მაკროსკოპული შედეგი. ჯანსაღი ქსოვილი, რომელიც ასევე აბლაციამდე იყო მთლიანად ღვიძლი, ტოტალურად და ეს ადგილი, სადაც მოხდა აბლაცია, დამეთანხმებით რომ არის ფერშეცვლილი, ასევე ამობურცული და სრულიად სხვანაირი. ეხლა პათოლოგია მას გაკვეთავს და ვნახავთ ჩვენ როგორია თვითონ შიგნით ქსოვილი. სტრუქტურა როგორ შეიცვალა, ამას ვნახავთ. ხომ არ არსებობს კიდევ საფრთხე აი ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, რომ ჯანსაღი ქსოვილის, თქვათ, რაღაცა დიდი მოცულობა დააზიანოს. არა, დიდი მოცულობა ნამდვილად არა, რა თქმა უნდა იყოს გამოცდილი ქირურგი თუ გამოცდილი ჰეპატოლოგი, ვინც აწარმოებს ამ манипуляციას, შეიძლება მხოლოდ სანტიმეტრამდე რადიოსექსურის დროს და მიკროტალღურის დროს 0.5 სანტიმეტრამდე. წარმოგიდგენთ, ეს არის
განსხვავებაც ჯანმრთელსა და მომწვარ დესტრუქციულ ქსოვილს შორის. ქსოვილს შორის, სადაც გაკეთდა აბლაცია. ჩვენ სავარაუდოდ ეხლა დემონსტრაციის დროს გავაკეთეთ სიმსივნის ან მეტასტაზის აბლაცია და ამ კონკრეტულ შემთხვევაში დავამარცხეთ კიბო. მგონი აპლოდისმენტები მაინტერესებს სტატისტიკა. ვთქვათ, რამდენი პაციენტი გადარჩება 100 მომართული პაციენტიდან ამ აბლაციის მეთოდის გამოყენებით. რას გიჩვენებთ, ვთქვათ, ბოლო 2-3-4 წლის ან მსოფლიო სამედიცინო სტატისტიკა რას საუბრობს ამის შესახებ? ეფექტურობა საკმაოდ მაღალია აბლაციის. ახლა საქმე გვაქვს ისეთ დაავადებასთან, როგორც ავსვისებიანი რა თქმა სიმსივნე და უნდა, რა თქმა უნდა, ეს გასაგებია. მაგრამ ერთეული, ანუ მონოსიმსივნის დროს ეფექტურობა მიკროტალღური აბლაციის არის სადღაც 25-დან 35%-მდე. მაღალია ეს. მაღალია, რა თქმა უნდა, ხოლო თუ სიმსივნე პირველადი დიდია და ასევე ვთქვათ მეტასტაზია სხვა ორგანოებიდან, მაშინ უფრო კლებულობს და 10%. მაგრამ 35% გადარჩენის შანსი, როდესაც ესე მძიმე პათოლოგიაზეა საუბარი, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რა თქმა უნდა. აბლაციას ნუ წარმოვიდგენთ რაღაც კონკრეტულ მეთოდს, რომელიც გასაგებია. ეს არის კომპლექსური თერაპია, რომელშიც ჩართულია, რა თქმა უნდა, ესევე ქიმიოთერაპიაც ცალსახად. აბლაცია აკეთებს კონკრეტულად სიმსივნის გამოვლენის ან პირველადის ან მეტასტაზის დესტრუქციას. ანუ იმ კონკრეტულ მომენტში, ანუ იმ კონკრეტული სიმსივნისთვის შედეგიანობა არის 100%. რა თქმა უნდა. მაგრამ რაც შეეხება სიმსივნის გამეორებას, ანუ რეციდივს, ესე ვთქვათ, ზოგად სხვა პროცესებს, ეს უკვე კომპლექსური მედიცინის თემაა. ხო, ეს აბლაციის შესაძლებლობებსაც ცდება. საინტერესოა ყველაფერში არის ის, რომ აბლაცია ქირურგიას, ქიმიოთერაპიას და სხიურ თერაპიასთან ერთად ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ლოკალურად წარმოქმნილი სიმსივნის ან მეორადი დაზიანების, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, გასანადგურებლად. ძალიან დიდი მადლობა ონკოლოგიური პაციენტებისთვის მსგავსი მეთოდების არსებობა ნამდვილად დიდი იმედია. უნდა გვახსოვდეს, რომ ვისაც მძიმე დაავადებასთან აქვს შეხება ისეთი, როგორც არის კიბო, ბრძოლა შესაძლებელია და ხშირად გამარჯვებითაც სრულდება ეს ბრძოლა. კიდევ ერთხელ წარმატებები და დიდი მადლობა მომზადებისთვის. დიდი მადლობა. აქვე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მეგობარ კომპანია Humanity Georgia-ს თანამშრომლობისათვის. როცა ავად ვართ, მივდივართ ექიმთან. ეს აუცილებელია. კი არა, ხანდახან როცა ავად არ ვართ, მაშინაც მივდივართ ექიმთან, რომ სკრინინგი ჩავიტაროთ და ბევრი საშიში დაავადება ავიდოთ თავიდან. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. მაგრამ დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს, დღეს გასწავლით რამოდენიმე საშუალებას, რითი შეგიძლიათ მარტივი სამედიცინო პრობლემები ექიმის და წამლების გარეშე სახლის პირობებში შეიმსუბუქოთ. ის, რასაც დღეს გასწავლეთ, კურნალობა რა თქმა უნდა არ არის. ამ კურნალობამ მხოლოდ ექიმს შეუძლია. ეს არის შინაური საშუალებები, რომელიც მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ, როდესაც საქმე სერიოზულ პრობლემასთან არ გვაქვს. ჩვენ რჩევებში კარგი კი ის არის, ყველაფერი რაც ამ მეთოდების დროს დაგჭირდებათ, შესაძლოა სახლში ისედაც მოგებავებოდეთ. ასე რომ აფთიაქში სირბილი და რეცეპტები ნამდვილად არ დაგჭირდებათ. მოკლედ, დღეს ბევრ კარგ რჩევას მოისმენთ. მოდი ჩვენ სტუმარსაც მივცეთ საშუალება, რომ ეს კარგი რჩევები მოისმინოს და ვთხოვოთ მას სტუდიაში. მსახიობი ბაია დვალიშვილი. მადლობა ბაია. მადლობა. ძალიან გვიხარია, რომ კიდევ გვესტუმრეთ. მეც მიხარია. ბახმაროს წყალს შემოგთავაზებთ. სიამოვნებით. მე რა თქვენთან თუ გახსოვთ ფიცი დავდე, რომ ყოველდღიურად ერჭიქა სუფთა წყალს დავლევდი, ვასრულებ. თქვენ ნამდვილად დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი, იმაში რომ მაყურებელს დაეწყოთ წყლის დალევა. ასე რომ მივხვდით და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ წყალი არის ძალიან სასარგებლო. დღეს ვხსნით, როგორ შეიძლება პატარ-პატარა პრობლემების მოგვარება სახლის პირობებში ექიმების გარეშე. თქვენ თუ გაქვთ რაიმე უნიკალური შინაური მეთოდი, ესეთი ოჯახური ან გაგებული, რომელსაც ხშირად მიმართავთ ხომ ესეთ პატარა პრობლემების დროს. გაგებული მაქვს და სხვათა შორის ალოე ჩვენთან სახლში ძალიან ისეთი საპატივცემულო მცენარე იყო და ძალიან დიდი იყო და მე ძალიან დაბერდა და დაჭკნა და გადავაგდეთ სამწუხარო და იმის მერე არ მქონია, მაგრამ მახსოვს რას ვაკეთებდი, იცით? წვიტავდი ფოთოლს, ესე შუაში ვჭრიდი ხოლმე და ესე სახეზე ვისვავდი. კანის ახალგაზრდავებლად, ფერისთვის და მოვლისთვის კი და ჯანმრთელობისთვის და ამბობდნენ რომ ბაქტერიას დაემზადა რაღაცა ჭუჭხს აცლის. ანუ ეს პრევენციულად და არა სამკურნალოდ ასე ვთქვათ. არა სამკურნალოდ. ალოის კიდე დედაჩემი თაფლთან და ლიმონთან ერთად ატარებდა და იმას მასმევდა და იყო ძალიან გემრიელი, ესეც მახსოვს ღრმა ბავშვობაში. მოკლედ, პატარ-პატარა შინაური მეთოდები ყველას გვაქვს. მაგალითად, მარილიანი წყალი ყველას გამოგვიულია ყელში, როდესაც ყელი გვტკივა, ესეც სახლის მეთოდია და საკუთარი გამოცდილებით გეუბნებით, რომ ნამდვილად მუშაობს. მოდი ახლა ქალბატონ ბაიას ვაჩვენოთ, რა მოუმზადეთ დღეს ჩვენ აქ. გულძმარვას თუ შეუწუხები ხართ როდესმე? არა.
ბედნიერი ადამიანი ხართ. ვიცი, მაგრამ გარშემო ყველა შეწუხებულია და თუ იმიტომ რომ მასწავლეთ თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია ეს ძალიან არასასიამოვნო მდგომარეობა. შემაწუხებელი და არასასიამოვნო მომენტია. ხასიასაც გიძმარავს. კი, ნამდვილად. თუმცა სანამ რჩევებს მივცემთ მაყურებელს, გულზმარვას როგორ უნდა გაუმკლავდეს სახლის პირობებში, უნდა უთხრათ, რომ თუ ეს პრობლემა მას ხშირად აქვს, მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, იმიტომ რომ როდესაც მას ხშირად აქვს გულზმარვა, ამის მოგვარება იმ მეთოდებით, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ლევან, გეთანხმებით ნამდვილად, გულზმარვა და თუ ქრონიკული ხასიათის არის, მას ქვია გასტროეზოფაგური რეფლუქსი, ანუ დაავადება ეს უკვე და საკმაოდ სერიოზული მდგომარეობა, რომელსაც ჭირდება შესაბამისი გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც კუჭის მჟავა ამოაღწევს საყლაპავ მილში, იქ სადაც არ არის მჟავა გარემო, ახდენს ლორწოვანის თავით დაპირველად გაღიზიანება, შემდეგ დამწრობას და შესაძლოა ეს დამწვარი ადგილი ტკივილის და დისკომფორტის გარდა, ასე ვთქვათ, კიბოს განვითარების რისკ ადგილიც კი აღმოჩნდეს. მოგვიანებით. ამიტომ ასეთ ქრონიკულ გულზმარვას აუცილებლად სჭირდება ნამდვილი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა. თუმცა ახლა გაჩვენებთ იშვიათ შემთხვევაში განვითარებულს, როგორ მოუვაროთ, როდესაც ეს მსუბუქი ხასიათი არის სახლის პირობებში, რა გავაკეთოთ ამ დროს. და პირველი საშუალება გულზმარვის წინააღმდეგ არის როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ საღეჭი რეზინი. აი ეს მარტივი საშუალება. შეგვიძლია დავღეჭოს რომელიმე ხილის არომატიანი საღეჭი რეზინი და გულზმარვა დაიკლებს ან სრულად შეიძლება გაქრეს. საქმე იმაშია, რომ საღეჭი რეზინი ახდენს ნერწყვის გამომუშავების სტიმულაციას, რაც საყლაპავი მილიდან კუჭის მჟავას ქვემოთ ჩარეცხავს კუჭისკენ. ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ ის არის, რომ საღეჭი რეზინი პიტნის არ უნდა იყოს. იმიტომ რომ პიტნას შეუძლია საყლაპავის ქვედა სარქველი მოადუნოს და გაუარესოს თქვენი გულზმარვა. კიდევ ერთი მარტივი საშუალება გულზმარვის წინააღმდეგ არის მდოგვი. ცოტა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ აგიხსნით პრინციპს თუ როგორ მოქმედებს მდოგვი გულზმარვისას. აი ასეთი მდოგვის ფხვნილი, ერთ ჩაის კოს მდოგვს გაურევთ ერთ ჭიქა ოთახის ტემპერატურა წყალში და მიირთმევთ. კარგი დასალევი მე მგონი არ უნდა იყოს, მაგრამ გულზმარვას ნამდვილად ხსნის. ვინმეს გაქვთ სურვილი რომ გასინჯოს? აი, გემოთ შეიძლება ცოდიან წყალზე უარესი შეგარგოს, ეს პატარა მომიყლუპე. ხავა? ნუ ყოველ შემთხვევაში თუ ნაბეღლავი გვაქვს სახლში, რა თქმა უნდა, ბევრად ჯობია დოგვიან წყალს დამიჯერეთ, შეგვიძლია ნაბეღლავი შევთავაზოთ საკუთარ თავს და სხვას, მაგრამ როცა ნაბეღლავი არ გვაქვს, ესეც ერთ-ერთი მეთოდია. ამ მეთოდის მოქმედების პრინციპი ის არის, რომ დოგს თვითონაც გააჩნია მჟავიანობა და შეუძლია საყლაპავში არსებული მჟავიანობა განეიტრალოს. არ გეგონოთ რომ გულზმარვასთან ბრძოლა ამით დასრულდა. კიდევ ერთი საშუალება გვაქვს აქ, რომელიც შეიძლება სახლში გქონდეთ ნებისმიერ თქვენთაგანს, ეს არის ჯანჯაფილი. სიმართლე გითხრათ, ჩემ სახლში ჯანჯაფილს ნამდვილად ვერ იპოვით, მაგრამ ჩემთან ყოველთვის არის. აი ძალიან კარგი ეს იმიტომ რომ გამოყენებაში არის აქტიურად სამზარეულოში და ჩაის ვაკეთებ აუცილებლად ჯანჯაფილის ჩაი. სასარგებლო თვისებები აქვს, მაგრამ რაღაც სახელიც ისეთ სასაცილო აქვს, რომ მაინც და მაინც. ნუ ჯინჯერი დაარქვი, კოჭა დაარქვი. მაშინ კოჭა დავარქვათ ამ ყველაფერს. აი ამ კოჭას აქვს უნარი რომ დამატებული მჟავიანობა გაანეიტრალოს. ზოგადად კოჭა კუჭს ძალიან უხდება და წყლულების პრევენციისთვისაც იყენებენ, როგორც აღმოჩნდა. როგორ უნდა გამოვიყენოთ კოჭა ამას გასწავლით ზუსტად ახლა. რამდენიმე პატარა ნაჭერი უნდა აიღოთ, დაჭრილი, უნდა ჩავყაროთ თბილ წყალში. 20 წუთის განმავლობაში უნდა გავაჩეროთ ასე წყალში. 20 წუთის შემდეგ აი ეს სითხე შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ, დარწმუნებულია რომ უფრო გემრიელია ვიდრე მდოგვიანი წყალი. ამას კი არ შემომთავაზებენ, მდოგვი დამრევი. არა, ძალიან გემრიელია, ძალიან ჯანმრთელია, ვიტამინებით სავსე არის. აი ესე მარტივად შეიძლება თურმე გულზმარვას ვებრძოლოთ, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ქრონიკული გულზმარვის პირობებში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. თუ შეგიმჩნევათ, რომ ხანდახან პირის ღრუში ენაზე ან ღრძილთან ან ის შიდა ნაწილზე ტუჩის შიგნით მხარეს ჩდება ხოლმე პატარ-პატარა წყლულები. მაგას ვეძახით ჩვენ სახლში ციპციპო გამიჩნდა, ჩემი შვილიც და მეც, მაგრამ ეს რატომღაც უფრო ბავშვობაში ხოლმე ეს ციპციპოები. ციპციპოები ენაზე ვერ გეტყვით ენაზე. მე მქონდა ცოტა ღრძილზე და აი ღრძილზე ტუჩის კუთხე შეიძლება გაჩნდეს. კი, აბა მასწავლეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრობლემური მომენტია. როგორც წესი ეს არის ხოლმე მტკივნეული, საკმაოდ დისკომფორტ შეიცავს და აი ამ გამონაყარს ქვია აფტოზური სტომატი. სახლის პირობებში ასეთ სტომატიდან გამკლავება და ტკივილის გაყუჩება ძალიან მარტივია და ამისათვის დაგჭირდება აი ეს ცნობილი, თქვენ სახლში კარგად ცნობილი და დიდებული ალოე. აი დაუშვათ რომელია დაზიანებული. დამიჯერეთ რომ არც ისე უგემურია რაც ამის ტკივილს ხსნის და კომფორტს მოგანიჭებს ვერე. მithumetes რომ მე მგონი ალოე ყველა ოჯახშია ორი ქოთნიდან ერთ-ერთი მაინც ალოე ხოლმე. თუ არ მოგწონთ ალოეს გემო, მე კიდევ ერთ ხრიქს გასწავლით. აი ესეთი ყინული შეგიძლიათ გამოიღოთ თქვენი
საყინულიდან და დაიდოთ იმ ადგილზე, სადაც აი ესეთი გამონაყარი გაქვს, როგორც რატომ გვაჩვენა, თუ გინდა ალოეს მე რეგესია მონება. აი ესე პირდაპირ ენაზე ან ტუჩის კუთხეზე შეგვიძლია დავიდოთ. მიყვარს ყინულის ჭამა და ხო, ეს გართობა სასიამოვნოა, მაგრამ მე კიდე მასწავლეს შაბი. აი რასაც ხმარობენ თქვათ იმაში, რა ვქო, მურაბებში და შაბს არა აქვს არანაირი ჯადოსნური თვისებები. სამკურნალო, ასე რომ შეგიძლიათ ყინული გამოიყენოთ ან ალოე. ყინულს ბევრად მეტი კარგი თვისება აქვს ვიდრე ამ შაბს. დავიმახსოვრებ, ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა. ეს ჯერ კიდე არ არის ყველაფერი, ბაერაც ჩვენ გვინდა რომ დღეს გასწავლოთ. მე ძალიან კარგი რეცეპტი მაქვს თქვენთვის, სახლის პირობებში აკნესთან საბრძოლველად. სახეზე ნებისმიერ დროს შეიძლება დილას გავიღვიძოთ და ვნახოთ რომ რაღაცა გამონაყარი გაგვიჩნდა, რა ძალიან არასასიამოვნო, მithumetes ახლა თქვენთვის გადაღებაზე მიდიხართ რაღაც. და შესაძლებელია თქვენ სამზარეულოში ინახებოდეს ესეთი სპეციფიური სანელებელი, როგორც არის კურკუმა. კი? ხო, ძირითადად ინდურ სამზარეულოში ხმარობენ ამას. ინდოეთში უყვართ თუმცა წმინდა სანელებელს ეძახიან. კი ბატონო. და ახლა გასწავლით როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს კურკუმა. უნდა ავიღოთ ცოტა ოდენი კურკუმა. სახლში ალბათ ყველას გვაქვს ლიმონი, როგორც ყოველთვის. ნუ თუ არა გვაქვს იშოვნება. დავაწვეთოთ რამოდენიმე წვეთი. მოურიოთ და მივიღებთ აი ესეთ მასას. ძალიან არომატულ მასას სხვათა შორის. ნამდვილად. და შეგვიძლია ესე თითით ავიღოთ. და წავისვათ იმ ადგილას, სადაც აგვაქვს ეს გამონაყარი. თუ საღამოს შევამჩნიეთ, რომ გამონაყარი გვაქვს დილას, როცა ავდგებით, ვნახავთ, რომ სიწითლე მთლიანად ჩამქრალია და საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული ჩვენი გამონაყარი. ახლა მეც გასწავლით ერთ მეთოდს, რომელიც ეჭვი მაქვს, რომ განსაკუთრებით მამაკაცებს აწუხებთ. სასაუბროთ ცოტა არაესთეტიური თემაა, მაგრამ საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. არ აღიარება კიდე ტეხავს. ასე რომ ეს გახლავთ უსიამოვნო სუნი ფეხზე. არსებობს ერთი მარტივი საშუალება, რომელიც ამ სუნს გაგიქრობთ და ეს საშუალება დიდი ალბათობით სახლში ისედაც გაქვთ. მაგრამ სულ სხვა დანიშნულებით იყენებთ ამას. საუბარი მაქვს აი ასეთი ტიპის პირის სავლების საშუალებაზე. ასეთი გემრიელი და კარგი არომატის მქონე სავლებები ბევრ ჩვენგანს გვაქვს სახლში და ჭამის შემდეგ ვიყენებთ პირის ღრუს გასასუფთავებლად. ის პირიდან ამომავალ უსიამოვნო სუნსაც აქრობს და ბაქტერიებსაც მოგვაცილებს. სინამდვილეში ამავე სავლებს ზუსტად იგივე მექანიზმით რომ გვაცილებს ბაქტერიებს შეუძლია ფეხიდან სუნის გაქრობაც. დავასრულებთ ბამბას აი ამ არომატულ სავლებში ფეხის კარგად დაბანის და გამშრალების შემდეგ დაახლოებით აი ამ პრინციპით გავიწმინდავთ ფეხის ზედაპირებს, შუა ნაწილებს იმ ადგილას, რომელიც განსაკუთრებით ოფლიანობს. ზედაპირებს, ხო, და განსაკუთრებით თითებს შორის. და ორ პრობლემას მოვაგვარებთ ერთდროულად. პირიდან და ფეხიდან გავაქრობთ არასასიამოვნო სუნს. მოკლედ ახლა გასწავლით ერთ უნიკალურ მეთოდს, რომელიც ყველას გამოგვადგება, იმიტომ რომ თავი ყველას ვკტიებია. როდესაც მოჭერითი ხასიათის ტკივილს გრძნობთ ხოლმე, თითქოს თავის გარშემო რაღაცა მძიმე გვაქვს შემოხვეული, ეს ძალიან შემაწუხებელია. აი ზუსტად ეს არის კუნთების დაძაბულობით გამოწვეული ტკივილი. ახლა მე გაჩვენებთ რა უნდა გააკეთოთ ამ შემთხვევაში. მიიტანეთ ხელი კისერთან, მოვისინჯოთ კეფის ადგილით, პატარა ამობურცულ ძვალს ვიგრძნობთ, რომლის ქვეშაც არის ჩაღრმავება. ზუსტად ამ ჩაღრმავების ზონაში არის ორი კუნთი მარჯვნიდან და მარცხნიდან. აი ესე ორივე ხელით დავიწყოთ მსუბუქი ზეწოლით მასაჟი. თანდათან კუნთები მოდუნდება და თავის ტკივილიც გაივლის. ეს არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი. თუ ხელები დაგეღალათ, შეგიძლიათ უფრო ინოვაციური გზა გამოიყენოთ, რომელსაც ახლა გასწავლით. სახლში ყველას გვაქვს ჩოგბურთის ბურთი, ნუ უმეტეს შემთხვევაში არის ხოლმე. აი ესე ავიღოთ, დავახვიოთ ესე ერთი ხო, ძველი ბურთი ნამდვილად ყველას გვექნება. კი, ეს ერთი. ეხლა ჯვარედინად გავაკეთოთ მეორე. მივხვდი ეს. მოკლედ გავაკეთეთ კუსტარული მასაჟორი. ეხლა მთავარი სცენა, ასე ვთქვათ, ხო? ამას ვდებთ იატაკზე, არ არის საჭირო არც ბარიში და არც რბილი საფენი. წვებით ვიდებთ კისრის ქვეშ, სადაც გზნობთ დაჭიმულობას და ტკივილს. ამ დროს შეგიძლიათ თვალები დახუჭოთ და დაისვენოთ, მაგრამ მთავარია რომ იგრძნოთ, რომ ბურთები გიმასაჟებენ კისრის კუნთებს. მინდა გითხრათ, რომ მართლა დუნდება კუნთები ამ დროს. ალოე. ჩვენ სტუმარს ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად გაატარა საღამო და მე მგონი ბევრი საინტერესო ინფორმაციას მოისმინეთ. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ეს მეთოდები, რომელზეც დღეს ჩვენ ვისაუბრეთ, სახლის პირობებში გასაკეთებლად ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ეს ექიმის და მკურნალობის შემცვლელი რა თქმა უნდა არ არის.
გადაცემის ეს ნაწილი შეგვიძლია დავიწყოთ პირდაპირ მითით და რეალობით. ყველას გვინახავს ლამაზი წითელი ლოყება ბავშვები და დამეთანხმებით რომ ისინი ძალიან საყვარლები არიან. როგორც კი დავინახავთ, ყველას გვინდება მოფერება, ლოყაზე ჩქმე და კოცნა. და ეს სხვათა შორის არ არის კარგი იდეა, იმიტომ რომ ბავშვებს არც უყვართ ლოყაზე როცა ეფერებიან, თან მათ ჯანმრთელობისთვისაც მაინც და მაინც სასარგებლო არ არის. გეთანხმები რომ ბავშვებს ლოყაზე არ უნდა უწყინოთ, მაგრამ ეს ძალიან ცუდია, მაგრამ მითი და რეალობა რაში მდგომარეობს? აი მოდი დავუსვათ ჩვენ დარბაზ შეკითხვა. მოიმარჯვეთ თქვენი ნიშნულები და გვიპასუხეთ მითია თუ რეალობა, რომ წითელი ლოყები კარგი ნაკვებობისა და ბავშვის ჯანმრთელობის ნიშანია. ჩვენ დარბაზის უმრავლესობა მართალია ეს რა თქმა უნდა მითია, არავით არის კავშირი ბავშვის ჯანმრთელობას და კარგად ნაკვებობას მის ლოყის ფერთან კავშირი არ არის. სინამდვილეში წითელი ლოყები ძალიან ხშირად ნიშნავს ატოპიურ დერმატიტს. ანუ როგორც ხალხში ეძახიან ხოლმე დიათეზი. ატოპიური დერმატიტი ძალიან ბევრ პატარა საწუხებს და პატარაზე მეტად რა თქმა უნდა მათ მშობლებს. დღეს გაიგებთ საშიშია თუ არა ბავშვებში დიათეზის არსებობა და როგორ უნდა უმკურნალოთ მას. ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად პედიატრი უნდა შემოგვიერთდეს. მიესალმეთ, პედიატრი, მედიცინის დოქტორი მაია ხერხეულიძე. გამარჯობა. ბახმაროს წყალს შემოთავაზებთ მიიღეთ ბახმაროს წყალი. წითელი ლოყები აუცილებლად ნიშნავს თუ არა რომ ბავშვს დიათეზი აქვს. არა, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ეს ამის მანიშნებელი არ არის. საერთოდ ბავშვებში სისხლის მიმოქცევა შედარებით უკეთესია და ამიტომ კანის ფერიც ჩვილებსა და ახალშობილებს შედარებით უკეთესი აქვთ ხშირად ვარდისფერი. წითელი ლოყები შეიძლება სხვა მიზეზითაც იყოს განპირობებული, ვთქვათ, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა, ეს იქნება გადახურება ბავშვის, ასეთ შემთხვევაში შეიძლება წითელი ლოყა ქონდეს. თუმცა შემთხვევათა ნაწილში ეს არის ატოპური დერმატიტი, მაგრამ ატოპური დერმატიტის დროს მხოლოდ სიწითლე არ არის დამახასიათებელი და სხვა ნიშნებიც ვლინდება. ალბათ მაია საერთოდ რა არის ეს ატოპიური დერმატიტი, ეგრეთ წოდებული დიათეზს ეძახიან, რატო უწითლდებათ ბავშვებს ამ შემთხვევაში ლოყები? ატოპური დერმატიტი ეს არის კანის ანთებითი ხასიათის დაავადება, რომელიც არის ქრონიკულად მიმდინარე, ახასიათებს რეციდივები და გამწვავებები და რომელიც დაკავშირებულია ალერგიასთან. ანუ ერთხმად რომ ვთქვათ, ეს არის ალერგიული ტიპის ანთებითი ხასიათის დაავადება. არ არის ზუსტი მიზეზი დადგენილი, მაგრამ ორი ძირითადი მიმართულება, პირველი ეს არის გენეტიკური წინასწარგანწყობა და მეორე ეს არის სხვადასხვა გამღიზიანებლები, რომელიც ასეთ შემთხვევაში ზემოქმედებენ კანზე. და ამ გამღიზიანებლის გამოცნობა ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც არის ხოლმე. აი ჩვენ აქ სტუდიაში პატარა თოჯინა პაციენტიც გვყავს და თუ შეიძლება აჩვენეთ მაყურებელს, როგორ გამოიყურება ხოლმე ეგრეთ წოდებული დიათეზი. ყველამ ძალიან კარგად იცის ალბათ და ძალიან ხშირ შემთხვევაში ძალიან ადვილი შესამჩნევია. პირველ რიგში ეს არის კანის გამოხატული სიწითლე, გამოხატული სიმშრალე, უპირატესად ჩვილ ბავშვებში ძირითადად როგორც წესი ეს არის ლოყების მიდამო, ძალიან ხშირად არის ხოლმე გავრცელებული ნიკაპის მიდამოზე, შესაძლებელია იყოს გულმკერდის დასაწყისში და ზურგის მიდამოზე და არის ხოლმე ხელების და ფეხების გამშლელ ზედაპირებზე. ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს ესეთი კიდევ კონტაქტური დერმატიტი, რომლის დროსაც გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ იზოლირებული მიდამოში სიწითლე და გამონაყარი, სადაც გამღიზიანებელი ეხება. ესეთი შემთხვევები არის ხოლმე, რომელსაც საფენის დერმატიტს ეძახიან. რაც შეეხება მოზრდილ ბავშვებში, ძირითადად გამონაყარი და სიწითლე არის მომხრელ ზედაპირებზე, სახე ამ დროს აბსოლუტურად თავისუფალია, თუმცა იდაყვის მომხრელი ზედაპირები, მუხლის უკანა ფოსოს აი ამ მომხრელ ზედაპირებზე არის ძლიერი სიმშრალე, არის გამოხატული კანის დახეთქვა, ნახეთქები, შეხებით კანი არის ძალიან მშრალი, გარქოვანებული, ხშირ შემთხვევაში გამონაყარია, რომელიც არის ან წვრილწერტილოვანი, ან ბუშტუკოვანი და ამასთან ერთად ხშირად არის ხოლმე კიდევ ქერქები, რომელსაც თქვენ თვალითაც ძალიან ადვილად შეამჩნევთ და თვალის გარდა ხელითაც ძალიან ადვილად შესამჩნევია. არსებობს კიდევ ესეთი გნეისი, რომელიც ხშირად არის ხოლმე თავისთმიან ნაწილში, ქერქები მოყვითალო ფერის, ქერქით დაფარული არის თავის საფარველი, თუმცა ზოგჯერ მარტო თავის არე არ არის და შესაძლებელია, რომ წარბების მიდამოც იყოს დაფარული ასეთივე ტიპის მოყვითალო ფერის ქერქებით. აი ეს ყველა ნიშანი ერთად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ატოპური დერმატიტი. ნინომ წეგან აღნიშნა და საკმაოდ ისე სწორად და ვეთანხმები, რომ მშობლებს უფრო აწუხებთ ხოლმე ეს პრობლემა. ერთნაირად შემაწუხებელი შეიძლება ვთქვათ ბავშვისთვისაც და მშობლისთვისაც. ბავშვისთვის
ყოველთვის რატომ? იმიტომ რომ ვითარდება ძალიან ძლიერი ქავილი. ეს ქავილი იწვევს ძალიან სერიოზულ დისკომფორტს და ხშირ შემთხვევაში არის გაღიზიანებული, ჭირვეული, ძალიან ხშირ შემთხვევაში არის ძილის დარღვევა და ძილის დარღვევა თავისთავად კიდევ ასახვას პოვებს ბავშვის ხასიათზე, განწყობაზე და ასე შემდეგ. და აქედან გამომდინარე ეს არის სტრესული მშობლისთვის. რა თქმა უნდა, თვითონ ატოპურ დერმატიტს თუ ის არ არის გართულებული, მას არ ახასიათებს თქვათ არც ტემპერატურა, არაფერი, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ქავილია, გამომდინარე იქიდან რომ კანის ბარიერული ფუნქცია, კანის დამცველობითი ფუნქცია, ძალიან დარღვეულია, კანი პრაქტიკულად ხდება გამავალი ყველა ტიპის ინფექციის მიმართ და ძალიან ხშირი არის მეორადი ინფექციები, რომელიც შეიძლება იყოს ბაქტერიული, შეიძლება იყოს ვირუსული და ასეთ შემთხვევაში უკვე ვლინდება ზოგადი სიმპტომატიკა, როგორიც არის მაღალი ტემპერატურა, უკვე ჩირქოვანი ხასიათის ან სხვა ტიპის თქვათ გამონაყარი, ანუ ამ შემთხვევაში უკვე კიდევ უფრო მეტად ზიანდება ზოგადი მდგომარეობა. ჩვენ ახლა ბევრი მშობელი გვიყურებს და დარწმუნებული ვარ დაიბადა კითხვა, სჭირდება მას მკურნალობა თუ რაღაც დროის შემდეგ თავის თავაგდება და გაივლის. ხშირ შემთხვევაში გაივლის ასაკთან ერთად და მხოლოდ 2-3% შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ შემდგომ იგი გრძელდება მოზრდილთა ასაკში. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ვთქვით რომ ის მნიშვნელოვნად აზიანებს ცხოვრების ხარისხს, მოქმედებს ბავშვის ცხოვრების ხარისხზე, ამიტომ რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია რომ მას ვუმკურნალოთ. ალბათ მაია, მოდი მივცეთ მშობლებს რეკომენდაციებით, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც მათ პატარას აქვს ატოპიური დერმატიტი, ეგრეთ წოდებული მათ საყვარელი სიტყვა მაინც დიათეზია. პირველ რიგში გარკვეულწილად უნდა თავიდან ავიცილოთ ის გამღიზიანებლები, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ატოპური დერმატიტი. ყველაზე მნიშვნელოვანი ატოპური დერმატიტის მკურნალობაში ეს არის კანის დატენიანება. დატენიანებისთვის მნიშვნელოვანია რომ ყოველდღიურად აუცილებლად გავაკეთოთ ჩვეულებრივი აბაზანა, ოღონდაც აბაზანის დროს უნდა ავირჩიოთ ისეთი საპონი, რომელიც მინიმალურად შეიცავს დანამატებს, რომელიც არის ჰიპოალერგიული და შეიცავს დამარბილებელს და არ ცვლის კანის მჟავად უტოვან წონასწორობას. აუცილებელია მერე რომ გავამშრალოთ ძალიან რბილად და ჩვენი პირსახოციც ან ჩვენი საფენი, რითაც ვამშრალებთ ბავშვს, უნდა იყოს ძალიან რბილი და არა უხეში, უნდა გამშრალდეს ძალიან ნაზად, შეშრობით და არა ვთქვათ ზედმეტი მექანიკური გაღიზიანებით რომ გამოვრიცხოთ მექანიკური გაღიზიანება და აუცილებელი კომპონენტი, იმიტომ რომ დაბანის მერე წყალი აუცილებლად ორთქლდება კანიდან და ეს აორთქლების საშუალება ჩვენ არ უნდა მივცეთ. კანის შრება. ამიტომ დაიბანება თუ არა და შევაშრობ თუ არა, აუცილებელია რომ დამატენიანებელი კრემი ძალიან თხელი ფენით სუბუქად წაუსვათ მთლიან კანზე. მალამო, რომელიც ამ დროს გამოიყენება, ესეც არის სპეციალური მალამოები, რომელიც არის სპეციალურად ატოპური დერმატიტისთვის. კანთან დაკავშირებით მივიღეთ ძალიან საინტერესო რჩევა, სხვათა შორის დამეთანხმებით თქვენს, რომ ყველაზე ხშირი შეცდომა არის ის, რომ ეგრეთ წოდებული დიასეზის დროს მშობლები ცდილობენ, რომ ნაკლებად დაბანონ ხოლმე ბავშვი, რომ ინფექციის გავრცელებას უწყობს, თითქოს ეს არ და პირიქით არის, როდესაც ესეთი პრობლემა აქვს ბავშვს, მისი კანი უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა, ამიტომ უნდა დავბანოთ აუცილებლად და გამოვიყენოთ ესეთ დამატენიანებელი კრემები თუ მალამოები, როგორც ალბათო მაიამ გვირჩია. ცოტა ხანში ექიმებში. დაძლევს თუ არა კოტე ექიმი გველის მიმართ შიშს. თქვენ თოჯინას აქ თავზეც საკმაოდ გამოხატული პრობლემა აქვს. საკმაოდ ხშირად ნახულობთ ხოლმე ესეთ პაციენტებს, ამას ეწოდება გნეისი. რა არის ეს, რა პრობლემაა და როგორ უნდა მოუვაროთ ასეთ პაციენტებს? როგორც წესი, განპირობებულია ცხიმოვანი ჯირკვლის ჭარბის სეკრეციით. დიდი რაოდენობით სეკრეტი გროვდება და ეს სეკრეტი შემდეგ წარმოქმნის სწორედ ესეთ ქერქებს. განპირობებულია იმით, რომ ორსულობის პერიოდში დედის ჰორმონები გადადის ძალიან ბევრი ბავშვის ორგანიზმში, რომელიც ახდენენ სტიმულაციას ცხიმოვანი ჯირკვლების და სწორედ ამიტომ ხდება ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია. მაინც კარგი შესახედი არ არის, მშობლებს ეს ძალიან აღიზიანებთ ხოლმე და ყველაზე ცნობილი შეცდომა არის ის, რომ ცდილობენ მექანიკურად აი ამ ეგრეთ წოდებულ ფუფრის მოცილებას, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ეს გამოიწვევს კანის გაღიზიანებას, ინფექციის შეჭრას, შეიძლება სისხლდენას კი გამოიწვიოთ და აი ეს მეორადი ინფექცია უკვე საკმაოდ რთული სამკურნალო არის. არის ძალიან მარტივი საშუალება, რომელიც შეიძლება ყველა ოჯახში განხორციელდეს, ანუ ნებისმიერი ბავშვის ზეთი, ასეთ შემთხვევაში მცირე რაოდენობა უნდა შევაზილოთ ძალიან მსუბუქი სამასაჟე მოძრაობით დაბანამდე 10-15 წუთით ადრე. თავის აი ამ ფუფხიან, თმიან და ფუფხიან ნაწილში 15 წუთი უნდა ვაცადოთ, 15 წუთის შემდეგ სპეციალური დასაბანის საშუალებით, რომელიც არის ფუფხის საწინააღმდეგო, უნდა ჩამოვბანოთ თავი, ისევ რბილი პირსახოცით. უნდა შევაშროთ კარგად და ამის შემდეგ ძალიან ნაზი სავარცხელი ჯაგრისით, რომელიც
აუცილებლად ძალიან ნაზი უნდა იყოს, ან უნდა იყოს სპეციალური, რომელიც ბურთულებით მთავრდება იმისთვის, რომ წვეტი არ უნდა კონდეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა კონდეს, რომ კანი ჩვენ კიდევ უფრო არ გავაღიზიანოთ და არ გამოვიწვიოთ მექანიკური განაკაწრები, რომელიც გაართულებს სიტუაციას, უნდა ჩამოვწმინდოთ. როდესაც ჩვენ ამ პროცედურას ვიმეორებთ, ერთი კვირა 10 დღის განმავლობაში ბავშვის თავი ასეთ შემთხვევაში აბსოლუტურად სუფთა იქნება. დაბანის შემდეგ არსებობს რამე კრემი ან ბალამო, რომელიც შეიძლება შეიზილოს ასე თავის თმიან ნაწილზე გამოსაყენებლად არის სპეციალური ლოსიონები, რომელიც დავარცხნის შემდეგ შეიძლება შევაზილოთ კანში იმისთვის, რომ სწორედ ეს ფუფხები უფრო მორბილდეს და მეორე დღისთვის შედარებით უფრო ადვილი იყოს მათი მოცილება. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო რჩევები მივიღეთ თქვენგან, თუ როგორ უნდა დავაბანოთ და როგორ უნდა მოუვაროთ კანს, მაგრამ მკურნალობაზე მაინც ერთი-ორი სიტყვა უნდა დავამატოთ ალბათ. გარდა ამისა, რა მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს ესეთ პატარებს? ხშირ შემთხვევაში თუ პატარას იოლ ფორმებში აქვს დიათეზი, რაც ჩვენ თქვით, ეს ყველაფერი საკმარისია, მაგრამ არსებობს კიდევ, როდესაც რთული ფორმებია, მკვეთრად გამოხატული დაზიანება, ასეთ შემთხვევაში მას სჭირდება სპეციალური უკვე სამკურნალო მალამოები, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული არა მთელ სხეულზე, არამედ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ დაზიანებულ მონაკვეთებში. ხშირ შემთხვევაში გვჭირდება ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტების გამოყენებაც. მკურნალობა და მოვლა გავიგეთ ქალბატონმა. კიდევ რითი შეიძლება დავეხმაროთ ესეთ ბავშვებს, რითი შეიძლება ხელი შეუწყოთ. მაგალითად სპეციალური ტანსაცმლის შერჩევა ჭირდება თუ არა და ასე შემდეგ. ან სხვადასხვა გამღიზიანებლების გამორიცხვა როგორ შეიძლება რომ მოვახერხოთ? ძალიან ხშირ შემთხვევაში, როგორც ვთქვით, ეს არის გაღიზიანება სხვადასხვა გამღიზიანებელზე. გამღიზიანებელი შეიძლება იყოს ტემპერატურა, მაღალი ტემპერატურა, ვთქვათ, შესაძლებელია იყოს ზედმეტი ჭარბი, ოფლიანობა, შეიძლება ტანსაცმელმა გამოიწვიოს ძალიან სერიოზული გაღიზიანება, განსაკუთრებით სინთეთიკური ქსოვილის ტანსაცმელმა, შალის ქსოვილმა, ამიტომ უნდა დავიცვან და ბამბის ქსოვილის ნატურალური ტანსაცმელი უნდა კონდეს ბავშვს. მით უმეტეს თუ მას აქვს ატოპური დერმატიტი. ხშირ შემთხვევაში 30% შემთხვევაში ჩვილებში, მოზრდილებში არა, ჩვილებში ეს არის შერწყმული კვებით ალერგიასთან. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭირო არის რომ ზოგიერთი საკვები, რომელიც მაღალი ალერგიულობით ხასიათდება, ვთქვათ, ეს საკვები გამოვრიცხოთ კვები. ზოგჯერ ეს არის აეროალერგენები, ხშირ შემთხვევაში მოწევა, ხო? და არა მარტო სხვა დაავადებებზე, არამედ ამ შემთხვევაშიც აი პასიური მოწევისგან მაქსიმალურად დაცვა და ვთქვათ აეროალერგენებისგან დაცვა, ეს იქნება სველი წესი დამუშავება, ოთახის მტვრისგან დაცვა და ასე შემდეგ. მე მგონი ჩვენმა მაყურებელმა ძალიან საინტერესო რჩევები მიიღო ქალბატონი მაიასგან. თუ ყველა ამ პროცედურას ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვებით, ბავშვს კანის გაღიზიანებისგან დაიცავთ, იქნება კარქალსიაზე, ძილიც მშვიდი ექნება და თქვენს გაგიადვილებთ ცხოვრებას. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. კარგად განგებოდეთ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაცის არ ეშინია. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი შიშები და დღეს გაჩვენებთ ერთ-ერთ ძალიან აზარტულ გზას, თუ როგორ შეიძლება თქვენი ყველაზე დიდი და არასასიამოვნო შიში დაძლიოთ. სანამ შიშის დაძლებაზე გადავალთ, უნდა გავიგოთ საერთოდ როგორ მოქმედებს შიში ჩვენს ტვინსა და სხეულზე. ადამიანი შიშს გრძნობს ტვინში, მაგრამ როგორც იცით, ტვინი და დანარჩენი სხეული ერთმანეთთან კავშირშია. ასე რომ, როცა გვეშინია, სიმპტომებს თელს სხეულში განვიცდით. როცა რაღაცის შეგვეშინდება, ტვინში წარმოიქმნება სიგნალი, რომელიც ზურგის ტვინის გავლით თირკმელზე და ჯირკვლებს მიაღწევს, რომელიც გამოყოფს ადრენალინს და ეს მთელ რიგ ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში. მათ შორის გულისცემის აჩქარებას. გარდა უცაბედი შიშებისა, არსებობს ქრონიკული შიშებიც, რომელიც სულ ჩვენთანაა და თავს არასოდეს გვანებებს. მაგალითად, ფრენის შიში, ობობების შიში. ასეთი ქრონიკული შიშების შემთხვევაში ტვინი კიდევ ერთ რამეს აკეთებს. ტვინის ის ნაწილი, რომელსაც ჰიპოთალამუსი ეწოდება, სიგნალს გაუგზავნის სხვა ნაწილს, ჰიპოფიზს და ჰიპოფიზი თირკმელზე და ჯირკვლებს უბრძანებს, რომ გამოყონ ნივთიერება კორტიზოლი. ზუსტად კორტიზოლის ბრალია, რომ თუ კი რამე შიში გაწუხებს, მას ვერაფრით ერევი. კორტიზოლს ცუდი რაღაცეების გამოწვევად შეუძლია, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა. ასევე სიმსუქნე, რომელიც ტიპი 2 დიაბეტის მიზეზით შეიძლება გახდეს და ეს ყველაფერი შიშის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული. ერთ-ერთი საუკეთესო გზა შიშის დასაძლევად იცით რა არის? თქვენ შიშს პირისპირ უნდა შევხვდეთ და ის დაამარცხოთ. ადრენალინს შეუძლია სუპერ ძალა შევძინოს. ზოგჯერ ის წარმოუდგენლად გაბედული ნაბიჯების გადადგმაში გვეხმარება და ასევე ძალას გვაძლევს, რომ შესაძლო საფრთხეებს თავი ავარიდოთ. ადრენალინის გამოსაყოფად საუკეთესო გზა, რომ პირისპირ შეხვდეთ თქვენს ყველაზე დიდ შიშს. არსებობს უამრავი გავრცელებული შიში. ასეთებია: ცეცხლის შიში, სიმაღლის შიში, თვითმფრინავის შიში. მაგრამ სტატისტიკურად პირველ ადგილზე დგას ყველაზე დიდი და ყველაზე გავრცელებული ქვეწარმავლების შიში.
გინდათ ეს თუ არა, ჩვენი დღევანდელი გამოწვევა ხელში აიყვანოთ ცოცხალი გველი და სულ მცირე 30 წამის განმავლობაში არ მოიშოროთ. ხართ მზად ამ გამოწვევისთვის? დროა გადაწყვიტოთ, რომელ თქვენგანს მოუწევს გველთან გამკლავება. მე არ მეშინია ასე რომ გასაძლები არაფერი მაქვს. მე ძალიან მეშინია ასე რომ ვერ გავრისკავ. მეც მეშინია ბავშვობიდან და მართალი გითხრა მართლა გავაუფრინდი ეს ალხუბრო. ექიმი, რომელიც ამ გამოწვევას მიიღებს, არის კოტე. ეხლა ლევანი რო ეთქვა ეგრევე გამიდიოდი ამ. ოტე მოვიდა ჩემი შიში. თქვენი გამოწვევა, ჩვენ ჩვეულებრივი მახრჩობელა, ძალიან საყვარელი. თქვენ დავძანდით, ძალიან საყვარელი გველია. ბუნჩულა გველს ეძახიან ხოლმე ზოოპარკის მეგობრები, იმიტომ რომ ბუნჩულა, ამიტომ არ უნდა გეშინოდეს. რა ქვია სახელი ბოდიში? თორნიკე. საერთოდ არ ჩვევია ექიმების ჭამა, სხვა მენიუ აქვს. ცოტა განსხვავებული. საერთოდ არ არის საშიში. მე ვიცი რომ არ არის საშიში, გან არ ვიცი. აი ზუსტად შიში. ვიკბინოთ. მაინც არაფერი არ დაშავდება, იმიტომ რომ შხამიანი არ არის. სად უნდა ვიკბინოს? მართლა მსხედა, მართლა მივიღო. აი მე სუაფლიანია ესაც და იმიტომ რომ ამასთან მოდი ის შეგიძლიათ ჯერ ხელი შეახოთ და ძალიან ხშირად ძალიან ხშირად გველების იმიტომ ეშინიათ ხოლმე რომ გონიათ ცივი და სლიკინა და არ არის ცივი და სლიკინა, ჩვეულებრივი კანი აქვს. ესე 30 წამი არ ითვლება? არა. რა ვქნათ? მე მზად ვარ. როგორც კიდათ ისე მომეც არ ვიცი რა ვქნათ. ან ზურგზე ოტე ჩახედე შენ შიშს თვალებში, თორნიკეს შეხედე ვაი. გურ მეშინია. ვაიმე. Trust in me, just in me. აი მიკავიო, всё. აჰა. ვა. მე ეს შევძელი, ახლა 30 წამი გავიდა. შემდგომი შიში დაძლეულია. ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ზია შარაშიძეს, დიდი მადლობა. დიდი მადლობა თორნიკეს. კოტე შენ ნამდვილი გმირი ხარ. კოტე შენ ნამდვილად გმირი ხარ. ეხლა უკვე აღარ მეშინია. ეხლა მივუჩვი. აი ესეთი ერთი არარაციონალური შიში დავამარცხეთ გადაცემა ექიმებში. ჩვენ ერთი კვირით გემშვიდობებით.